ვანუატუ, საქართველოს გეოგრაფიული ანტიპოდი. თუ დედამიწის გახვრეტას პირდაპირ საქართველოდან დაიწყებ, მეორე მხარეს სწორედ ვანუატუში ამოხვალ. ქვეყანაში, რომელიც წყნარ ოკეანეში, ავსტრალიას, ფიჯის და ახალ ზელანდიას შორის მდებარეობს. ვულკანებით, ტროპიკული ტყეებით და ტომებით დასახლებული კუნძულების არქიპელაგი, სადაც ყოველდღიური ცხოვრება ისევ ბუნებაზეა დამოკიდებული. და მის შესახებ ბევრს არც გისმენია. ქართული ექსპედიცია სწორედ აქ, პორტვილაში იწყება. დანარჩენს Expeditions by Travel Junkies ბიჭები თავად მოგვიყვებიან. აი, დავაი დაიწყე. დღეს ჩვენი ვანუატუზე ყოფნის ბოლო დღე არის. ეს რა იყო? ეს რა იყო? საკმაოდ ინტენსიური მოგზაურობა გამოვიდა ვანუატუზე. აი, ჩვენ რო გვიყვარს ისეთი ზუსტად. თავგადასავლებით სავსე და გამოწვევებით სავსე რა, ძალიან დურ გამოწვევას გავუმკლავდით. პირველი სირთულე არის საერთოდ ამ ქვეყნის ესეთი მდებარეობა, სიშორე და ბილეთების სიძვირე, ნამდვილად. არის ის ფაქტორები, რომელიც არის მთავარი დაბრკოლება რა, მაგრამ კარგი თუ გადალახეთ ეს მთავარი დაბრკოლება და აქამდე ჩამოაღწიეთ. ალბათ მოგიწევთ პორტვილაში გაჩერება რა, პორტვილა არის დედაქალაქი, საიდანაც არის ფრენები. ვანუატუში ჩამოვედით. ვანუატუს დედაქალაქ პორტვილაში და ცოტა ქაოსია ჯერჯერობით, ცოტა ვერ გავერკვეთ აქ წინასწარ ბუკინგით, ან ჯავშნებით, ან ონლაინ არაფერი არ ხდება. ყველაფერი ადგილზე უნდა მოვაგვარო ესე ვთქვათ რა და ჩვენი მთავარი მიზანი რაც არის ამ ექსპედიციის არის კუნძული ტანა, ტანაზე არსებული ტომები და ვულკანი. ტანაზე წასასვლელად ან უნდა გადავფრინდეთ, ან უნდა წავიდეთ გემით. გადაფრენა რა თქმა უნდა უფრო კომფორტულია, მაგრამ Air Vanuatu's შეუჩერეს ლიცენზია, ანუ არ დაფრინავს, რაღაც ახალი ამბავია, რაღაც უსაფრთხოების პრობლემები ჰქონდათ და ვეღარ მივდიან, ვეღარ დაფრინავენ ესე ვთქვათ ტანაზე. ნუ მაინც დაფრინავენ, სულ გადაბუქულია, ამიტომ შიდა გადაადგილება ძალიან რთულია. თქვენახევარზე მეტი ვრეკეთ ამ Vanuatu's იმაში, მაგრამ ნუ ყოველ ჯერზე გვეუბნებოდნენ რომ fully booked და მე ნუ როგორც კი ჩამოვედით და მივედით, შოვეთ ბრენავე შოვეთ. ეს ანგარი არის ვანუატუს თავარი ავიახაზების ოფისი და ჩვენ და ბედად ერთი გზა გაეძრო. დღეს არის პარასკევი და ზეგ უკვე ჩვენ ჩავალთ ტანაზე და სამწუხაროდ უკანა გზაზე პრობლემაა, უკან ვერ წამოვალთ ფრენავით, წამოვალთ იმ 17 საათიანი გემით. ამეთი მივდივართ 14 საათი. ძალიან ყარს. მაგრამ უკვე რაღაც არის. აქამდე საერთოდ ჰაერში ვიყავით და ახლა ერთი გზა გვაქვს და მეორე გემის ვარიანტი გვაქვს და ტანაზე კიდე გაჩერების 3-4-ღიანი შანსია. ასე რომ everything's gonna be alright. Everything's gonna be alright. ვაუ. ვანუატუზე პირველივე დღე გიჟურად დაიწყო. ნამდვილი პაპუასური ფართი იყო, თავის დრამებით, თავის ყვირილებით, თავის ცუდად გახდომებით, თავის ჩხუბებით, თავის ბევრი ცეკვით და რამე. ვანუატუს დედაქალაქის, ანუ პორტვილას ცენტრში უამრავი დანგრეული შენობაა და დემონტაჟი გაკეთებული. ეს იმიტომ რომ შარშან მოხდა უდიდესი დამანგრეველი მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია მიწისძვრების სპონჯი ვანუატუ. ფუტბოლიანი მიწისძვრა იყო და ბევრი ადამიანი შეეჭირა ამას მიწისძვრას. ქალაქის ცენტრში იყო პრაქტიკულად. მაგრამ ყოველდღეა, კი არა, ნუ ძალიან ხშირად არის მიწისძვრები. ანუ ფაქტობრივად ყოველ მეორე დღეს რა. აი ეს შენობაც დანგრეულია. 5 საათია პორტვილაში, ვანუატუს დედაქალაქში და ის ძლივს ნაშოვნი ბილეთების
გამოყენების დროს მოვიდა მიფრინავ ტანაზე. აეროპორტი მინდა დამეჩვენებინა. ძალიან საინტერესო აეროპორტია დომესტიკი. ეს არის აეროპორტი. გზავრებს წონიან პირდაპირ მნიშვნელობით. ამჯერად ტანაზე მივდივართ კონსულ ტანაზე. ვულკანისკენ. ძლივს იპოვეთ ეს ბილეთები. აი ამ თვითმფრინავით გავფრინდებით. Good sir, good you. Good luck with us. ამბობენ ცოტა ლიცენზიების პრობლემა აქვს ამ ავიაკომპანიას, მაგრამ მე ყველაფერი კარგად ჩაიოლის, წარმატებები გვისურვებთ. რომელია ჩვენი? დავედით. ძალიან პატარა თვითმფრინავი. აბა ზე პატარაში ვერ ტრენში ვარ ყოველ ნაჩნარი. უსკუსა. სულ რამდენი ადგილია? მესტის თვითმფრინავზე უფრო პატარა. 16 ადგილია სულ როსაკია. ჯერჯერობით ვერ დაძრა. ხო ვარ ჩამოვარდით. ებიჭო წევია. ტანაზე ჩასვლა იყო ჩვენი მთავარი ამოცანა და იასურის ვულკანამდე მისვლა რა. და ამაში ძალიან გაგვიმართლა და სადღაც 50 წუთში ჩავფრინდით ტანაზე სასწაული ხედებით. მე ტანაზე რო ჩადიხარ საერთოდ რა ხდება? ტანა რანაირი იყო რა რო ჩავდი? უმეტეს ნაწილებში არც ელექტროენერგია, არც ინტერნეტი. სასტუმროებიც ძალიან ცოტა არის და 1-2 რეზორტია, რომელიც ზუსტად მაგის გამო რომ არ არის ლოჯისტიკა დალაგებული, გაკოტრების პირას არის ყველა და საკმაოდ რთული სიტუაცია მაგ მხრივ. დასარჩენის მხრივაც პრობლემა არის. ჩამოვედით კონსულ ტანაზე. არ მჯერა რომ აქ ვართ. უდიდესი გზა გამოვიარეთ, რომ აქ აღმოჩენილიყავით. ჩვენი მძღოლი ვისთანაც შევათანხმეთ ტრანსფერი ჯერჯერობით არ ჩანს. Other than the volcano. ჩვენი გზაში მე გაცნობილი მეგობარი მიდის. ჩვენ არ დავგვხსნით. ესეთ აქ უნდა იყოს ჩვენი ცხოვრლის, მაგრამ ჯერჯერობით არ არის. ამ ექსპედიციის ორი მთავარი მიზანი გვაქვს. ნახოთ ლავა აქტიურ ვულკანზე და ვეწვიოთ ტომებს. ყველაფერი სათუოა ჯერჯერობით. აქ წინასწარ დაგიგმით ცოტა რამ თუ ხდება. მოვიდა როგორც იქნა ჩვენი მანქანა. დავაი. I'm good. ძალიან უკაცრიელ ადგილას ვართ აქ საერთოდ. ვზურთ მანქანაში და მივდივარ ჩვენს დასარჩენილ ადგილას. ქოხში ვრჩებით. ახის სახლში ნახოთ, ეგეც ჯერ არ არის დაწყობილი. ეს ჩვენი ქოხი. ეს არის ამხმარე ნაგებობა. ჩვენი ეზო, რომელიც ვულკანური მიწისგან არის. და აი წინ რასაც თეთრი ბოლი ამოსდის, არის ვულკანი იასური. ვულკანის ძირში ვართ ფაქტობრივად. ჩვენმა გამყოლმა მოგვიყვანა თავის ქოხში. აი ესეთ ადგილას დავრჩებით დღეს ღამე. ძალიან მინიმალური პირობები გვექნება დღეს. არც ელექტროენერგია, არც შხაპი. შხაპის მაგივრად გვაქვს ესეთი ხონა. ოკეი, ესეთი ყვავილებით დაგვიდეს. დავტოვეთ ჩვენი ნივთები ბუნგალოში და ახლა მივემართებით იაკელის ხალხთან. მათ სოფელს უნდა ვეწვიოთ და გავეცნოთ მათ ტრადიციებს, ადათ-წესებს, მათ ცხოვრების სტილს. ეს ძალიან საინტერესო ტომია, იმიტომ რომ სხვა ატომებისგან განსხვავებით აბსოლუტურად ყველანაირ დასავლურ და ცივილიზაციურ სიკეთეებზე აქვთ მათ უარი ნათქვამი. მათივე არჩევანია ეს. არ უნდათ რომ რამე ცივილიზაცია შევიდეს მათ სოფელში. მათთან ვერ ნახავთ ვერც გზებს, ვერც ელექტროენერგიას. და სხვა ვანუატუს ტომებისგან განსხვავებით ქრისტიანობაც არ შემოსულა ამ სოფელში და მაქსიმალურად მათ წესჩვეულებებს და მათ რელიგიურ მწამსაც ისინი იცავენ და უფრთხილდებიან. ვულკანი იასური, აი ბოლი რო ამოდის. ეგ არის ვულკანი. მანდ მივალ ცოტა ხანში, მაგრამ მანამდე მისასვლელად ტომებს უნდა შევუაროთ.
ძალიან წარმოუდგენელი სანახაობა არის აქ. თან ძალიან ტროპიკულია, თანოცებ ეს ვულკანი. იქით ტყეები, პალმები, ძირს რაღაც ვულკანური მიწა. სად ვართ? თაებრივია ქაურობა. იაკელის სოფლის მიმავალ გზაზე ვარ ამას თუ საქმეა, ნუ გზა არა. ბილიკი არის უბრალოდ დიდი. გავიჭედეთ. Alright. გვინდოდა ჩვენი თამოსვლა. შანსი არ გქონდა. ძალიან კარგი მძღოლია და მაინც ძალიან უჭირს. ალახებში ჩაფლული ყველაფერი. მგონი მოვედი, არ ვიცი. ძალიან შორს ხორობენ ეს ტომები. ნახეთ ტომები. ნორმალური ტომები. არა, ანუ არ ვიცი, რაღაც არ იყვნენ ძალიან ბოლომდე მოხარულები თითქოს რა, არ ვიცი. მაგრამ მაინც მიგვიგეს რაც თავარია რა და ეს ცერემონიალი ჩაგვიტარეს და რაღაც. ძალიან ცოტა ტომი არის ზოგადად დარჩენილი მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ირჩევს ესეთ იზოლაციაში ცხოვრებას, მათი არჩევანი არის ფაქტობრივად რომ იცხოვრონ ცივილიზაციის გარეშე. თუმცა საკმაოდ შორს რა, საკმაოდ შორს. განდეგილად არც ელექტროენერგია და მათი არჩევანია რომ ესე გააგრძელონ და მიყვნენ თავის custom, როგორც ეძახიან, თავის წესჩვეულებებს, ადათებს და ესე განდეგილად ცხოვრობენ. ეს ბავშვი კოცონზე დასაწვავად ნამდვილად არ მიყავთ. აქ გვაჩვენებენ ბუნებრივ საკაცეს თუ როგორ აკეთებენ. ანუ თუ ბავშვს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე ან ექიმამდე, სწორედ ამ ფორმით ფოთლებზე დაწვენილი მიყავთ. გვაჩვენებენ როგორ ანთებდნენ ადრე ცეცხლს. We have something for you From our country, from our tribe. drink this. This is our kava. We want you to. No, it's already drink. It's an alcohol. Not very strong, but Let's open and drink it. no hangover. Good. After that, we Okay. Cevizva. Cevizva. Abxazeti rato agiyare biju. Manjogore vaichkuno. Manjogore vaichkuno zi. დავტოვეთ იაკელის სოფელი და მივემართებით მოქმედი ვულკანისკენ. შემდეგი გაჩერება ვულკანი იასური. იასურის ვულკანს მოვადექით, აქტიურ ვულკანს ვანუატუში. აქ მოხდა იქ ჩვენი გეგმა და ახლა ეგ გეგმა სრულდება. ბევრ კვამშია გახვეული ვულკანი, მაგრამ ვეცდებით მაინც ვნახოთ ლავა ახლოდან. არის ვულკანიდან ამოსული ბოლი. ხრუბელი არ გეგმით. ანას მოსახლეობისთვის იასურის ვულკანი არის წმინდა ადგილი. მათ ჯერათ რომ წინაპრების სულები ამ ლავის საშუალებით კონტაქტზე გადიან მათთან და ძალიან წმინდა და ძალიან სპირიტუალური ადგილი არის ეს მათთვის. საკმაოდ ბევრი ბოლი არის ვულკანზე, როგორც ხედავთ. მაგრამ ამოფრქვევის ხმა გავიგე და იქნებ ცოტათი ჩადგეს ეს ბოლი, მაგრამ როგორია რომ ვულკანზე ბოლი ჩადგეს. ძალიან ბევრს ხომ არ მოვითხოვთ. სიგიჟია რაც ხდება, ჯერჯერობით ლავა არ ჩანს, მაგრამ სამაგიეროდ არის ფოთლები. ვიზიტორებისთვის. ეს უნდა იყოს დაგეს. Can I grab one? Okay? Yes, of course. შვენიერი გათვლა ვულკანის ადმინისტრაციისგან. ავის სუთქვა არ შეიძლება. ძალიან გოგირდის სუნია და გემ. უიანია და ამის კილტოში შეშვება არ არის რეკომენდირებული. შეიძლება ჩაწვას. მაგრამ რეკომენდაცია რო ვითვალისწინებდეთ ვანუატუში არ ვიქნებოდით.
ქართველ მოგზაურ იუთუბერებთან გვაქვს ერთი პატარა გამოწვევა, ესე ვთქვათ რა. კი კაია ძმებო ეს ამაზონის ტურები და იქ ანაკონდები და მკვდრების მონახულება ტორაჯაში, მაგრამ ჩვენ ახლა ვართ ვანუატუზე რა, ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულ ტანაზე, იასურის აქტიურ ვულკანზე. და ეგეთი ჩელენჯი მოგიფიქრეთ. ეხლა ესეთ სიმბოლურად დავტოვებთ ჩვენს ნივთს. აი, ეს არის ჩვენი თაგი. მოკლედ იასურის ვულკანზე რო ამოხვალთ, ერთი მთავარი ამოსასვლელი აქვს ამ ვულკანს და ამოსასვლელიდან მარცხნივ არის რაღაც ქვის თავშესაფარი, თუ აი რაღაც ნასახლარს გავს და ამ ნასახლარზე არის ერთი დიდი განსხვავებული ქვა არის ეს აშკარად. აი ესე თეთრ ქვას რო დაინახავთ, ამ თეთრი ქვის ქვემოთ იქნება დამალული ჩვენ თაგი. ამას ვინც აიღებს გაღიარებთ მაოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებისგან შემდგარი ქვეყანა და რატომაც უნდა ჩამოხვიდეთ ვანუატუში და ტანაზე არის ბუნება რა, პირველ რიგში ბუნება, რაც უნიკალურია რა. ვაუ. ენაირად გილას მოვხვდით ნახე. სიმფას შემთხვევით აღმოჩნდით აი ამ საფალოს სანაპიროზე. აუცნაურად გილას მოვხვდით, უბრალოდ ნახეთ, აი სრულიად შემთხვევით სეირნობდით და ვაიმე რა ხაებრივია, ნოველურია რეაქაულობთ, ეს რაღაც ნავები გდია. აი ველურის სანაპიროს დეფინიცია არის ჩემთვის აი ეს ახლა რასაც მოვხედა. ველურ ადგილებში ხო ყოფილვართ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ველურია. ცოტა უფრო მოწესრიგებული არის ვიდრე პაპუა-ახალი გვინეა. ცოტათი უფრო უსაფრთხოც არის. ცოტათი უფრო უსაფრთხოც არის ვიდრე პაპუა-ახალი გვინეა. ჰაიკინგისთვის კაი ადგილი რო არის ჩვენ შევყევით და დავდივართ რაღაც სოფლებში, წაღან ბავშვებს ვკითხეთ, სად წავიდეთ და მოვიდით. რაღაცა მიგვასწავლეს, მაგრამ რა ვნახოთ აქ რა ხდება იცით. თან აქანო ფრანგულად და ბონჟურ. რასნერი ჟესტის სოფელი არის. მაგრამ სალამაზი არის მაინც. ვაუ. პიკილ. ვაუ. ვაუ. სიგიშია. აქ რა ხდება? დანიშნულების ადგილიც გამოჩნდა. პირველ რიგში უნდა მოვხდეთ აი ამ სოფელში. და მე აი ესე მთით ზემოთაც ნიშნულია უნდა ავიდეთ. და უნდა გადავიდეთ სხვა სოფელში, რომელსაც ქვია Port Resolution. აი ქვემოთ ერთ ადგილას და პალმის უკან არის ბოლი და იქ არის ცხელი აბანოები და მანდ მივდივართ ვნახოთ ერთი რა ხდება ცხელ აბანოებში. Hello, how are you sir? Where you from? From Georgia. Okay. Long Georgia. Hello. Far away. Very far away. ანუ ორი სიტყვით რო გითხრათ როგორი არის ვანუატუსზე. აი ესეთ დინარეში ჩასვლაზე ჩარჯავენ სადღაც $80 ორ ადამიანს რა. Hot Spring-ებზე იყავით როგორ გითხება ადამიანი და კი რავი არა რაღაცა 2000 ღირს 2000 კი გამოდის რავი რამდენი. არა 4000. კაცი. $80 და მე გადავიხადეთ რაღაც 500 რა ცოტა ძალიან და მოგვიყვანეს აქ და გვეგონა რაღაცა ველოდებოდით ბასეინებს რაღაცებს და ეს უბრალოდ დინარე. უბრალოდ თბილი არ არის რა. არის ალბათ რა ვიცი 60, 70, 80 გრადუსი მატუღებულთან ძალიან ახლოს აი. Hot for you no good. აქ უკვე ნელთბილია. როგორ მოდის მიჩვეულია თუ რა არის 100 გრადუსი. Good job, Bebo, good job. ეს სოფელი, რომელიც რაღაც ნახევარკუნძულის პრინციპით ცხოვრობს, ერთი მხრიდან ცხელი მდინარე ჩამოდის, წინიდან ზღვა აქვს, აქეთ კი მთები. და რაღაც ყურეში არიან შეყოჟულები. ხა ვნახოთ რა რეაქცია იქნება ჩვენს დანახვაზე. What is the name of the village? Salfapi. Salfapi. Sulfur, like sulfur. Because of the river, sulfur river. Give me pass. Let's see, tamashobet. Cocos. What is this? Betel nut? Cocos? Coconut? სერიოზული სოფელია. აქ ამოყირებული მანქანა გვაქვს.
Welcome to Tana და ამოყირებული არის შვენიერი. აი ეს რო რაღაცნაირი პირვანდელი მალენეზიური კულტურა აქ ბევრად უფრო შენარჩუნებულია ვიდრე ფიჯიზე, ალბათ. ფიჯიზე აი ეს უფრო ტურისტულად კარგად შეფუთული არის. აქ რეალურად გამლელებში და ხალხში და აი საუბარში იგრძნობა უფრო მეტად მალენეზიური. Morning. Thank you, good. We are from Georgia. Far away, super far away, yes. So you're just coming here? Yeah, to explore, to meet the people, you know. You have a class now? Can we see inside? Hello, how are you guys? Congratulations on your first day in school. Stay motivated. შეიძლება ითქვას, რომ აი პაპუა ახალ გვინეას წააგავს კულტურულად სოლომონის კუნძულები პაპუას. თუმცა აქ უფრო უსაფრთხოა გარემო ამ ქვეყნებთან შედარებით. ეს ესაა ფოტო გავცვალე ფოკუსში. ანუ კიპს ისე უნდა და ფოტო რომ შეგიძლია ფოტო გადამიღო და ფოკუს მოგიტანო და ეხიკი sure. Thank you man. Thank you so much. ანუ სოციალური მედია იმდენად მნიშვნელოვანია ამათვისაც, რომ ძალიან თხოვა, ძალიან მჭირდება რამე კაი ფოტოა და თუ გადამიღებო ქოქოსები ჩემზე იყოს. სოფლის ეკლესიას მოვადექით. ვაუ. ნუ მისტიურია რა, თუ რაღაცნაირი. ჯონ ფრუმის ხო არ არის და აქ არის ერთი კულტი, ჯონ ფრუმის კულტი. ანუ ამ კანას კუნძულზე იმედე გადავეყრები დღეს ახლა. ჯონ ფრუმ იყო ერთი ამერიკელი ადამიანი, რომელიც აქ ჩამოვიდა, როგორც მახსოვს მეორე მსოფლიო ომის დროს და ჩამოიტანა რაღაც ჰუმანიტარული დახმარება. და თან უთხრა ადგილობრივებს, რომ თუ კოლონიალისტურ წესებს არ დაემორჩილებთ და თქვენ ტრადიციებს გააგრძელებთ, ძალიან დიდ კარგოს ჩამოგიტანთ, ანუ რაღაც სულსაც სანოვაგეს. და ადგილობრივებმა შექმნეს მისი კულტი. მისი გვარი ფრუმ არისო, ანუ იდეაში არის ჯონ ფრუმ, როგორც ადგილობრივები ეძახიან, მაგრამ ჯონ ფრუმ USA თუ რაღაც თქვა რა და ამათმა დაიმახსოვრეს ჯონ ფრუმ. და დღემდე ჯერათ ჯონ ფრუმის მოსვლის. და დღემდე ცხოვრობენ ამ რწმენით, რომ ჯონ ფრუმი მოვა და ძალიან ბევრ კარგოს ნუ სულსაც სანოვაგეს მოიტანს. აბა გავუდექით ახლა ჩვენ გზას, შემდეგი სოფლისკენ. Lik Mountain, walk about on top. ფიჯი და ბიშმარა, ანუ ამათი ენა, რაც არის გამარტივებული ენები, ანუ ეს ქვეყნებსაც ბევრი სხვადასხვა ტომი იყო. მოუწიათ რომ გააერთიანებინათ რაღაცნაირად ეს ამდენი ენა და ერთი ენა ესეთი შეეცადათ. ნაციონალური ენა არის, გამარტივებული ინგლისური. ამ ენაზე საუბრობს პაპუაც, სოლომონის კუნძულები და ვანუატუ. ეს სამი ქვეყანა ერთმანეთს ფიჯინზე ლაპარაკობენ. ვიღაც ბილიქს არ გავს, მაგრამ ბილიქის დროს ეს ტროპიკული სიცხეა რა. უფლად რო იგივები. მაგრამ კაი ბილიქს გავეთ. Hello. How are you? Hello. ერთ-ერთი ჰაილაითი რაც იყო ისეთ ადამიანთან შეხვედრა სრულიად შემთხვევით, როგორიც იყო კაუი რა, ეს მაჩეტეიანი კაცი ჯუნგლებში რა, იცი ფარსაიდან აღმოცენდა და ესე მოვიდა და Mi nemblo mi kawi. კაუი, Kawi nemblo mi kawi. ნემლომი შაკა. Saka. Saka. Yo, Georgia. Georgia. Yeah, Europe, Eastern Europe. Eastern Europe. Yeah, far away. Man. Thank you God for meet. Yeah, for meeting each other. Tufla friend. Tufla friend, Tufla white man. Tufla white man. Skin me white, skin me black, but We are brothers. Suppose me kata, me same blood. No kata, no kata. Red. Red. Yes, you mean to one family no more. Wow, რა მონოლოგი იყო ჩვენი ახალი ძმისგან. You belong John Frum. Me blood John from. John Goodman or Yes, good man. he come here? Yes, Mr. Lookout, Mr. Pray, Mr. Pray. Lookout, John, where John? John, me want to look John, please. What is this? This is a smoke.
Smoke. It's a small. Ganja. Small. Goli smoke kali ganja antila Oh, thank you. ეს ადგილი როგორ გავს ტირალას თქო მეუბნები ჩვენ ძმას და სერგემ გადავუთრებნა ფიჯინზე ანუ ეხლა რა გავიაზრეთ იცი რომ ანუ ჩვენი თვითმიზანი კი არ იყო ლაშქრობა უბრალოდ რესტორანში მივდივართ ჩვენმა ჰოსტმა ხო გამაზა ესე ვთქვათ საუზმე რა დაავიწყდა თუ რაღაც და წამოვედით ფაქტობრივად მშივრები და ანუ ახლა არაფერი არ არის რა რესტორანი და მოგიტა გვიწევს იდეაში რომ გადავიდეთ ეს ჯუნგლები. ნუ მთელი დილიდან საღამომდე რაც ვიარეთ და ესეთი თავგადასავალი ქონდა რომ ნუ მან თქვით რომ აი ვანუატუ გაამართლა აი პირველი რაღაცა სირთულეების მერე ეგრევე ესეთი შტაბ-ჭრილებები ქონდა ერთ დღეში ერთი და იქ რო უფრო მეტი დრო გაგვეტარებინა მეტი ხალხი გაგვეცნო ბევრად უფრო გავყოლოდით კავის რა გავყოლოდით მე მაგას გული მწვე მაგრამ იქნებ კავის კიდე შევხვდეთ ოდესმეს ხო გადმოვიარეთ საბოლოოდ ჯუნგლები პორტ რეზოლუშენისკენ ვიშჩავდით და ჩვენ ახალგაზრდებელ ძმასთან დავემშვიდობეთ პორტს გავიშლით რაღაც სოფელში Far Cry-ია ცოტა მთელი ეს ტრიპი ვიდეო თამაში ხო იყო მაგრამ ეხლა კიდე ანუ ავედით მთაზე გავიარეთ ჯუნგლებში გამოვიარეთ იქიდან და უკვე ვართ დაღმართზე მოვედექით სანაპიროს ის რა ლამაზი სახლი არის we came from White Sands Wow, so beautiful. Whole area is port resolution. შევახციეთ port resolution. მშვიდობებით ამ ლამაზეს სოფელს. გამოვედით ამ ჯუნგლებიდან სასწაულია. და მე გავედით ამ ღვთაებრივ ადგილას Port Resolution-ში რა ეს რაღაც სასწაული იყო არ ვიცი ეს თუ რეალობას არ გავდა მაგრამ უკვე ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს შეიძლება იმდენ სანაპიროზე და იმდენ ადგილზე ვიძახით რომ აი წარმოუდგენელი სილამაზის და ეს მართლა აღმოჩენა არის რა ხო მართლა ეგეთ ადგილებს ვნახულობთ ანუ ეს ადგილი ისეთი ადგილია რაც იციან იახტები ვისაც ყავს და ვინც ნუ აი ნაოსნობით არის დაკავებული მათი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, იქ რამდენიმე იახტა იყო მიყენებული და აი იმდენად ექსკლუზიური ორი ძალი იდგა ამ resolution-ში და ძალიან ცოტა მიცის ალბათ რა ამ ადგილის იმდენად ღვთაებრივი და ისეთი არის რა. სურათს ვიღებენ ჩვენთანაც სურათს. იქით მინდოდა ამათან ფოტოს გადავიღო. ეს არის Port Resolution-ის ერთ-ერთი სოფელი. აქ მინდოდა ჩვენ რესტორნის ნახვა, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ ალბათობა ძალიან დაბალი. ვაუ. Port Resolution-ი არის ალბათ ერთ-ერთი თუ არა ყველაზე ლამაზი ტროპიკული სოფელი, რაც კი მინახავს ოდესმე. თან რა მოვლილია სუფთა, აუთენტური დაუჯერებელი სანაპიროა, დაუჯერებელია. მეტი არც ნაკლები რესტორანი მეგობრებო. აქ მოვდიოდი. მერტუ. ვაუ. უბრალოდ ზღაპრულია რა. არ არის საჭმელი. ერთი დაკეტილია, მეორე ქალაქშია. არავინ არ აკეთებს საჭმელს. მოკლედ, შერჯერობით ისე საჭმელის ძიებაში ვარ. 1 საათი გვაქვს სანამ დაღამდებ. მე რას ვაპირებთ არ ვიცი. იქნებ მანქანა გავაძრათ რომელიც საკმე მიდის. ამ ოჯახს მოვადექით რა. ბანანები მოგცენ, იმიტომ რომ არ არის ფიზიკურად არცად რესტორანი. We stay in White Sands. White Sands, huh? Yeah, and we walk all the way. Oh, you can walk by your... Huh? You can buy with truck. We want to catch a truck, but is there any truck going back to go take us back? You don't know? Maybe just only one truck here. Yeah. Thank you, man. Thank you. Yay, banana. გადავჭით. Okay, thank you. Thank you. რესტორანი ვერ ვიპოვეთ კი არა და ვიპოვეთ, მაგრამ
სამწუხაროდ აღმუშავებდა. სამაგიეროდ აი ეს გასვენებაშია ხალი წასულიო. გამოიარა ხანა გამოიარა. გავიღვიძეთ ჩვენს ქოხში. ბოლო დღე გვაქვს. ესეთი სურეალური გარემოა. ნუ აქ შუქი არ გვაქვს, საერთოდ შუქი არ არის რა. ერთი აი ესეთი solar paneli უდევს და ამითი აი ეს პატარა განათება ამე რაღაც ოდნავ ბუშუტავს ხოლმე. ტექნიკას როგორ დავტენედით, ნამდვილად არ ვიცი როგორ გქონდეს ეს power bank-ები ორი ცალი გვაქვს ესეთი ალტასგან და ძალიან გამოგვადგა რა 3 დღე ამ ქოხში გადავჭით ფაქტიურად. follow the road. Follow the road. Okay, მოუდეს. კილომეტრ ნახევარში არის რაღაცა ძალიან ეფექტური რეზორტი. ან ფრანგების ან ავსტრალიელების შიგრიფში არის ჩაშენებული. ანუ ის ვულკანის დღეები მორჩა, ტანას დღეები, დღეს გემი გვაქვს. ეს გემი თუ არა ვიღეთ. შემდეგ ერთი 10 დღე მოგვიწევს. ამ კონტროლზე ხო? და შეიძლება გავიჭედოთ საერთოდ, იმიტომ რომ ბოლო ავსტრალიაში ფრენა და ყველა აი ბოლო დღეს ჩავალთ მაშინ და ან ჩავალთ ეს გემი თან არ არის რა ისე რომ რაღაცა წუთი არ გადის კი არა და საათში არ ნუ შეიძლება 3 დღე აღარ გავიდეს, ანუ 5 და ან მოკლედ ძალიან დღეს უნდა აუცილებლად დავტოვოთ ეს კუნძული. და გემი გავა ან 2-ზე ან 5-ზე. late PM late PM და 2-მდე და 4-მდე რაღაც ხონდა გვექნა და ეგეთი რაღაც გამოვიფიქრეთ რა ის რაღაც ულტრა ლამაზი რეზორტი მოვინახულოთ. ეხლა მივიდივართ რომ ყავა დავლიოთ. საერთოდ იმედია ღიაა რა. ანუ ამ ქვეყანაში რომ საჭმლის და ყავის და სასმლის გამო წვალება ქიცევს და ლაშქრობა ეგეთი არ არის არასდროს. ანას ყავა არის ერთ-ერთი საუკეთესო ამ რეგიონში, იმიტომ რომ ვულკანურ ნიადაგში იზრდება და ეს ვულკანის გემოც დაკრავს ცოტა რა. ხო, აი ეს სიმჟავეც ძალიან სასიამოვნოდ იგრძნობა. ვაუ. ანუ კლდეშია შეჭრილი პირდაპირ ნახე. ეს ნუ თვითონ საწოლი. Wow. This is crazy. But everything here did not exist 7 years ago. Totally აიღეო ანუ Rage room. Okay. We'll get the glass and we'll put it into the mixer. And then it becomes soft so it doesn't cut it. Wow. Really. Ah. So no glass leaves the problem. აქ რა ხდება? აი ყველგან თევზებია და ვახ მართლა. ესე ჩადიხარ, ესე ამ ლაგუნაში შედიხარ და გადიხარ მერე იქ რიფზე. ხმე. იქ სნორკელინგი შეგიძლია. მაგრისი კაცი გავიცანით რა. ეს სასტუმროება. One day I put სხვა put some pipes in. ძალიან მაგარი კაცის გარდა სხვა ამას ვერ უნდა გავაკეთებდა. 40 წელი Greenpeace-ში და რაღაც მსგავს ორგანიზაციაში მუშაობდიო და მე ბოლოს 4.5 მილიონი ჩავდი ამ ადგილშიო და ტოპ არის ალბათ აი მსოფლიოში ტოპ სასტუმროებში ან რიტრიტებში უნდა ჩაიწეროს აუცილებლად რა ეხლა გათვალიერებინებს თავიდან ბოლომდე მთელ სივრცეს და ისტორიები რასაც გვიყვება არის უბრალოდ წარმოუდგენელი რა არა კარგია რომ ამ ადგილის გარეშე არ წავედით აქედან. გასაყვარელია ჩვენი ახალი მეგობარი ნახე ბანანები გამოგვატანა გემისთვის ეხლა თქვენი პაპაია მოაქვს. Get something to it. Thank you so much. მშვიდობებით ჯონს და ამ ღვთაებრივ ადგილს. გახსოვთ იმ 14 საათიან გემით რო გემუქრებოდით? ამით მივდივართ 14 საათი. ეს რას გავს იცი? აფხაზეთიდან რამაც გამომიყვანა 92-ში იმ ტანკერს გავს. ეს არის ბილეთების რიგი, ბილეთების ჯიხური და აი ეს არის რიგი, აქ დგას სერგი. და ეს ხალხი ყველა ელოდება ამ გემს. იმედია
ბოლო გემი არ იქნება. ბილეთებით ბევრი ადგილი კი, როცა დავარეკე, ბევრი ადგილი არისო და წესით გავახცევთ აქედან. თუ აქედან ვერ გავაღწიეთ, ამუდამოდ აგჭირით. უშუალოდ ჩავჭირთ. იმიტომ რომ ანუ ავსტრალიის ფრენები და ყველა ევროპამდე ფრენები და სახლამდე ფრენები ყველაფერი მიმული ამ გემს რა. დამოკიდებული ეხა ბილეთს ვიშოვით თუ არა. ბილეთები გვაქვს რაც თავარია. ბილეთები არის. ანუ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ბილეთები ჩვენ ცხოვრებაში. ერთ-ერთი იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ყარს. ალბათ ყველაზე მძიმე პირობებია სამგზავრო რაც კი ოდეს მე მქონია ცხოვრებაში და საკმაოდ ბევრი მქონია. აუსვინეთ. ეს არის განსაცდელი, რომელიც ღირსეულად უნდა გავიარო. იქ ისეთ სიცხეალში იქნება ალბათ ერთი 15, ეხლა იქნება 30-ზე მეტი უეჭველი არის რა. ჰაერობა, ჰაერი არ არის, მაგრამ ის ჰაერი რომელიც არის გაჟღენთილია არ თქვა. არ არის. აი, წარმოუდგენელი რაღაც რა, უარესი, რაც ხე იფიქრეთ იმაზე უარესი. ანუ 3 საათის წინ ჩავჯექით ამ გემში და ჯერ არც კი დაუძრულვართ რა. და ალბათ 14 საათს პლუს ეს 3 საათი დაემატება რა. დავიძარით. როგორც იქნება 12 ეხა უკვე 12 საათი გვაქვს. კონდიციონერიც ჩაირთო, ანუ ესეთი გაუსაზრისი პირობები აღარ არის და გამთენი ისას ჩავალთ პილაში. როგორც ხედავთ, გამოვაღწიეთ იმ კუნძულიდან, ტანადან და ვართ ისე უკან დედაქალაქ პორტვილაში. სადაც რამდენიმე დღე გვაქვს და ცოტა დავისვენოთ, გავიაზროთ რა მოხდა. და ამასობაში ესეთ ულამაზეს ადგილს მივაგენით დედაქალაქში. ესეთ ლურჯ ლაგუნას ნახე საიდანაც. ძალიან მაგარი ადგილია. You go now. Nice. დღეს გამოვედით ყავის ქარხანაში, სადაც უნდა დავაგემოვნოთ ვულკანური ყავა და ნუ გამოირჩევა ძალიან ესეთი ძლიერი, ინტენსიური შოკოლადის გემოც დაკრავს ცოტათი და უნდა შევიდეთ ახლა ქარხანაში და დავაგემოვნოთ აქაური ყავა. უტოპესი ყავა. მე მოხალვის პროცესი ახდება მისი შეწვა. ჩვენი საყვარელი გადაადგილების მეთოდი ჩამოგხსვეს. გზის მე-13 გავიარეთ და კიდე ნუ გვაქვს 7-8 კილომეტრი გასავლელი და Walk about the soul. ველოდებით რომ რაღაცა კიდე გამოიგოს. Half moon go. ნუ ერთ-ერთ custom village-ში მოვედით. ეს არის ტომი, რომელიც დღემდე ცხოვრობს ძველი წესებით. ეს დედაქალაქთან არსებული ყველაზე ახლო ტომური დასახლებაა. მომიტანე საფალი. შაკას აქ ჭრილობა ფეთზე რა და ძალიან რთულად ხორცდება აქ ჭრილობები. What is this medicine? ბავშვო მომიტანა წამალი ღმერთო. Thank you. Thank you so much. You're so kind. ყველა სოფელში არის ბანიანის ხეები მანვატუში. ეს არის ბანიანის ხე, რომელსაც იყენებენ ხოლმე სოფელში. რაღაცა იმის ქარიშხლის და სტიქიური უბედურებების შემთხვევაში. აქ შემოდიან და ერთი 20 კაცი იტევს. და ყველაფერი რო ინგრევა გარშემო და ხეები იქცევა, ეს საფრთხო ადგილია. ძალიან მაგარია ხო საერთო ჯამში რა ისეთი გამოცდილება იყო, რომ ერთხელ ცხოვრებაში რა once in a lifetime რა და ჩამოვიდოდით თუ არა კიდე კი
ცხოვრების რაღაც ეტაპზე, არ ვიცი. იქნება ოდესმე გავაკეთოთ ექსპედიცია რა. ოდესმე არა, ის სადღაც თეორიულად განვიხილოთ, მაგრამ სული სამენეჯმენტოა, მაგრამ გულით გვინდა რა თქვენს გაგიზიაროთ რა ეს ადგილები და ბურს კონდეს ნანახი რა. ჩვენთვის ნუ ოცნება ერთ-ერთი ოცნება იყო აქ მოხვედრა და მაგრამ კიდევ ბევრი ადგილია წასასვლელი და ბევრი ოცნებები გვაქვს. კი, გიჟობა ადგილებს გვირდებით მართლა, ანუ გამოვყევით და აი გულწრფელად გაგიზიარებთ ხოლმე რა ხდება ჩვენ მგზავრობებში, ჩვენ ტრიპებში და ნახოთ, გამოვყევით და ერთად გავიაროთ. შემდეგ ექსპედიციებში. ნაბაჰე.